ვესტუმროთ ზექალა ბერძენიშვილს და მოდით ერთად დავათვალიეროთ მისი სამუშაო სივრცე. ის დედა ჩემის არის, მელანქოლია, კი. ეს არის დედას ბებიების მოქსოვილი. ნუ ეს ახლა უფრო ქართულ სტილშია და ეს არის ფრანგული გობელენის მიხედვით გაკეთებული. აუ, ესეც რა ლამაზია. შემოხატულია? ხო. აუ, ეს იმითია. ეს ეპოქსიდი? ეპოქსიდი. ეს ძველია. გასულ ზღაფავს ეს სკამები. აი ეს არის მზე. პატარა ვიტრაჟები ვითაც არის, ხო? ხო, ეს კარა და ესენი კორონას დროს ესენი შევღებე. რაღაცა ისენი მქონდა აკრილები გერმანული და ჩემი შეღებილი ეს თეთრი იყო. ქალების თემა იყო რა, ქალების მუზეუმში და ქალების თემა და მედეა როგორც მკურნალი. ეს იყო კონცეფცია გამოფენის ქართველი ქალების წარმოჩენის, რომ მედეა როგორც მკურნალი და არა როგორც შვილების მკვლელი დედა. ზამთარის ხატვა მიყვარს ზოგადად. იქ რო წავედით ჟივერნიში მონეს ბაღში მერე წაგვიყვანეს იქვე მულენ დე ფურჟ ეგეთია და აი ეს არის ეს მულენ წითელი წისქვილი. იქ გავაკეთეთ პლენერი მოკლედ ეს მხატვრები ვინც ვიყავით წასული იქ გავაკეთეთ და იმის მიხედვით არის გრაფიკები იქით არის. აქ რა გვაქვს აბა? აქაც არის. აი ეს გრაფიკა ბიენალეზე იყო დიპლომირებული მე-4 ადგილზე გავიდა. მარტი იყო. ხო და ეს პოლონელები მოდიან. პანი, ვისტავკა პრადაშა? მე არა, ამხედა მე გაყიდე, რა გინდა უკარო მიგო. რა გინდა, მოკლედ არ გავყიდე. მედგრად დავიტოვე ყველაფერი და ეს ჯგუფი აქედან ერთად ვინც წავედით. კონცერტი იყო, ისინი წამოვიდნენ ადრე და ამად მოითხოვეს, რომ გამოფენა იყოს ცოტა ხანი. გამოფენა დარჩა. მე მოვდივარ გვიან. ტრაპამდე კი მომიტანა მაშინ სხვა დრო იყო. ეგ პოლონელმა ერთმა ბიჭმა ტრაპამდე ტრაპზე ხო უნდა ავიდე იმას ვინ ამოუშვა ვერ ავდივარ ამეებით რა მაშინ ახლა უშვებდნენ სალონში ვიფიქრე აჰა გამეყიდა ხო მე ვიღაცა მომეხმარა ვიღაცა სამხედრო და აიტანა მაგრამ ის მომენტი მახსოვს იცი აი ვისთვის არ გაყიდი ხო გაყიდო უნდა თუ კი ვინმეს უხარია და უნდა პირიქით მე ახალს გააკეთებ მე ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდში, როდესაც იყო რაღაცა ტრაგიკული მოვლენები, აბსოლუტურად არ შემეძლო ხატვა. აბსოლუტურად, აი რასაც ქვია, აბსოლუტურად. და მე ნელ-ნელა უკვე ცოტა გონზე რომ მოვედი, დავიწყე ვიტრაჟი. მე უკვე როცა ხატვას შევუდექია რა, ფუნჯით ვერა. მასტეხინით, რომ რაღაცა უცბად ყოფილიყო, რომ ეს ემოცია ეთყობა, რომ უცბად გადმოსულიყო, ხო და მასტეხინით. ну რაღაცა შთაბეჭდილება და გრძნობა არის საჭირო მუსიკა რაიმე ქვეყანა რომელსაც თავის ფერი აქვს თავისი ხასიათი აქვს და მე ის იწვევს სხვა საფეხურებს ეს ბერძენიშვილი რო ვარ ძალიან მინდოდა საბერძნეთი და რომ მოვხვდი ათენში ну არა კაია ვიძახი რა კაია იქ ავედით აკროპოლზე საცა მე უცბად სანაპიროზე რომ მოვხვდი აი მივხვდი რომ ალბათ ეს ჩემი წინაპრები ოდესღაც რომლებიც წამოვიდნენ იქიდან საქართველოში ალბათ ზღვის ნაპირზე ცხოვრობდნენ იმიტომ რომ აი სანაპირომ რაღაცა სხვანაირი ის მომცა შთაბეჭდილება